წარმოადგენს გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე მისული ადამიანების იქ შეხლა შემოხლის დროს პოლიციამ დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა და ამ 17 დაკავებულთა ნაწილის ინტერესებს. ლაშა, მოგესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. მოგვიყევი, რამდენი ადამიანია, თქვენ რამდენის ინტერესს წარმოადგენთ, ინახულეთ თუ არა, იმიტომ რომ ვიცი რომ სხვადასხვა ადგილებზე გადაიყვანეს ისინი, მოკეთ რას გვეტყვით მათ შესახებ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმები თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ცოტა თავიდან დავიწყო. წარმოიდგინეთ, დღეს დაკავებულები არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც სოლიდარულები იყვნენ იმ ადამიანების, რომლებსაც სახლიდან აგდებდნენ, ხო? ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, ხო, ბავშვები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იქ იყვნენ ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. და დღეს მომიყვნენ მე როდესაც იზოლატორში შევედი, რომ ეს ადამიანები იყვნენ ძალიან აგრესიულები, აყენებდნენ სხვადასხვა ადამიანებს შეურაცხყოფას და ეს ადამიანები სპეცდანიშნულების ჯგუფი იყო, აი ჩანს კადრებში ნაწილში. ჩვენ არ ვიცით სპეცდანიშნულების რაზმიდან იყვნენ თუ არა, მაგრამ მე ეჭვი მაქვს გონივრული და დაკავებულებმაც მითხრეს, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ თანამშრომლები. ეს ადამიანები იყვნენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, რომლებიც იქ იცავდნენ პერიმეტრს და რომლებიც აგრესიულები იყვნენ. პოლიციამ ეს ადამიანები კი არ დააკავა და დღეს იზოლატორში კი არ არიან, დააკავეს თავისუფალი ადამიანები, რომლებიც უკანონო დააკავეს, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხო, რომ სისტემა თავისუფალ ადამიანებს უკანონოდ აკავებს, მაგრამ არ აჩერებს სისტემა ძალადობას. მე მაგალითად, როდესაც დღეს შევედი, ერთ-ერთი დაკავებული მიყვება, რომ როდესაც მის დაკავებას ცდილობდნენ, წაიქცა, მას ეტყობა სხვადასხვა დაზიანებები. ტანზე და სახალხო დამცველის აპარატის თუ დაინტერესდება ისაც ნახავს, რადგან იზოლატორის ექიმა როდესაც აღწერა მათ ეტყობათ სხვადასხვა დაზიანებები, როდესაც აკავებდა მრავლობითი პოლიციელი თავი ჩააწევინეს და თმით წაიყვანეს პოლიციის მანქანისკენ და ასევე მას ურტყავდნენ სხვადასხვა არეში. ამით ნახეთ რა არის ეს ადამიანი რო არ იტყუება, რითი დადასტურდა იცით საზოგადოების რომელსაც თავშად ხანდახან არ ჯერა ხოლმე. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძახებული იყო სასწრაფო, აი ამ ნაცემ ადამიანს დაჭირდა. სასწრაფო მისული იყო და ეს ყველაფერი აღბეჭდილი არის. ასევე ერთ-ერთი მოქალაქეს, რომელსაც აკავებდნენ, როდესაც უკვე მანქანაში შეყავდათ, მასაც სახეში გაარტყეს და უთხრეს, რომ აი აქ უნდა იჯდე და ხომ ის დაგაკავეთ. აი ესე ექცევიან თავისუფალ ადამიანებს, რომლებსაც მაგალითად მიყვნენ სოლიდარულად კონსტიტუციის გამოხატვის ფარგლებში და ეს პოლიციელები ძალადობენ, ამ პოლიციელებს არ იჭერენ და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, ერთი მხრივ ჩვენ ვიცით ხოლმე რომ პოლიციელები იჭერდნენ ადამიანებს მაგალითად უფლებამოსილების გადამეტება, ბოროტად გამოყენება, მაგრამ ეს ასე თუ ისე ახალია, რომ უკვე ტიტუშკებიც კი ეხმარებიან პოლიციას. ანუ წარმოიდგინეთ როგორი სიტუაცია, თუ მაგალითად პოლიცია არ გააკეთებდა. მათი როლი რა იყო იქ ადგილზე? აგრესიულები იყვნენ, მიყვებიანო, როცა ამბობთ, აი რა იყო მათი როლი? დაკავების პროცესში ეხმარებოდნენ? ვინ დაეკავებინათ ამათ იდენტიფიცირებაში თუ გამოსახლების დროს? ნახეთ, რამოდენიმე ეტაპად შეიძლება გადაყვეთ რა როლი ძალიან რთული არის, რომ მე რაღაც ვიწინასწარ მეტყურ რა როლი, მაგრამ იდგნენ იქ, აშინებდნენ. ხაი რა გამოჩნდა, აყენებდნენ შეურაცხყოფებს. გამოსახლების დროს თუ მაგალითად პოლიცია ვერ შეძლებდა გამოსახლებას, შეიძლება შეურაცხყოფები მიეყენებინათ ან პოლიციას საშუალება მიეცა ჯერ ამ ადამიანებისთვის, რომ ძალით გამოეყვანათ და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ხო? მაგალითად შესაძლებელი იყო, რომ პროვოკაცია მოეწყოთ თავისუფალი ადამიანებისთვის, პირიქით იმათ დაერტყათ ხელი, იმათ მიეყენებინათ შეურაცხყოფა და მერე ეს ადამიანები სისხლის სამართლის წესით დაეკავებინათ, ხო? ჩვენ სინდისის პატიმრები არ უნდა დაგვავიწყდეს, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი, რითი დააკავეს პროვოკაცია მოუწყეს, ხან ეუნებოდნენ რომ პოლიციელი არისო, ხან ეუნებოდნენ რომ პოლიციელი. მე ვიცი რომ თქვენ არა მხოლოდ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფები, არამედ სხვების მონახულების შესაძლებლობაც ჰქონდათ, ხო, იზოლატორში? დიახ. ანუ რამდენზე შეიძლება ვილაპარაკოთ 17-დან და რომელსაც დაზიანება? მე უშუალოდ მოვინახულე 4 ადამიანი ეტაპზე და კიდევ ვაპირებ რომ მოვინახულო, რომ დროის სიმცირის გამო ჩვენ მაგალითად ადვოკატებს არ მოგვეცა საშუალება რომ გუშინ ხამევე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოგვენახულებინა, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა ხო არ გვეუნებიან ეს ადამიანები სატყავ და თავიდანვე უზღუდავენ დაცვის უფლებას, მაგრამ მე ვინც მოვინახულე 4-დან 3-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, მრავლობითი სილურჯეები აქვს და ეს ყველაფერი მეტყველებს იმ ყველაფერზე, რომ პოლიცია მიდრეკილი არის, რომ არა მხოლოდ დააკავს, აი სამართლებრივ ქვეყანაში მინდა რომ აღწერო, თუ პოლიციის თანამშრომელი თulis, რომ ადამიანმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. სამართლებრივ ქვეყანაში პოლიციელმა უნდა დააკავოს, მერე უნდა ჩატარდეს სასამართლო ამას, უნდა ვისაც დააკავები უნდა ქონდეს დაცვის უფლებები და სასამართლო მერე უნდა გადაწყვიტოს. ანუ ცემა ეს არა
არსად არ არის გამართლებული და ვერც გამართლდება. მაგრამ ნახეთ ეს რატო არის, რატო ცემენ სისტემას უნდა რომ რამენაირად იმოქმედოს ამ ადამიანებზე, რომ რამენაირად შეაშინოს. ეს პირველი ხო არ არის. უბრალოდ მე მინდა რომ საზოგადოებას უთხრა რომ გამოჩნდა რომ ყველასთან მიდიან, ყველას უსწორდებიან და ყველასთან მივლენ თუ ეს არ გაჩნდა. რა სამართლებრივი პროცედურები აქვს ახლა გასავლელი, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში ხომ ხდება რომ ხელწერილით უშვებენ იზოლატორებიდანვე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამწუხაროდ აქვს მანკიერი პრაქტიკა, რომ წესით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 საათში დაკავებული ადამიანი უნდა გადაიყვანოს სასამართლოში. მას მხოლოდ მაშინ აქვს 48 საათი უფლება თუ იტყვის რომ მე მაგათად მტკიცებულებებს ვაგროვებ და გთხოვთ გამიხანგრძლივეთ ეს დრო. მაგრამ შინ შემთხვევაში პრაქტიკაში არავითარი მტკიცებულება შემდეგ მოძიებული არ არის ხოლმე და უბრალოდ რომ დასაჯონ ამ ადამიანებს ამყოფებენ ხოლმე 48 საათის განმავლობაში იზოლატორში. ხა შინაგან საქმეთა სამინისტროს რა დრო აქვს რომ ან 48 საათის განმავლობაში გადაიყვანოს ეს ადამიანები სასამართლოში და საქმე შეიტანოს, ან 48 საათის შემდეგ გაანთავისუფლოს. კი ბატონო, და აი ხელწერილი ვახსენე, შეიძლება ეს მეთოდი თუ ეს უკვე გამოყენებული იქნებოდა თუ ჩათვლიდნენ რომ ახლა ხელწერილის მეთოდი უკვე გამოყენებული იქნებოდა თუ მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაახანგრძლივებს დროს იზოლატორი 24 საათის შემდეგ გამოუშვებს, თუ გაახანგრძლივა 48 საათით 48 საათის შემდეგ ანუ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს გვიან საღამომდე 24 საათის სათულა როცა სრულდება ჩვენ გვეცოდინება რა მიმართულებით სწავლება. და მე ჩემი ჩვენი კოლეგის დავით ქაშიაშვილის შვილიც არის, ხო არ მქონიათ მისი მონახულების შესაძლებლობა? მოვინახულე, რა თქმა უნდა, მხნედ არის პირველ რიგში, მაგრამ მასზე იყო სხვადასხვა ფიზიკური და შეურაცხყოფები და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფები, უნდათ რომ ფსიქოლოგიურად ემოქმედათ. ერთი მხრივ მე მინდა რომ საზოგადოებას აუხს, ანუ ძალადობა არის რამოდენიმე ეტაპიანი. ერთი არის რომ ფიზიკურად ძალადობენ, მეორე ფსიქოლოგიური ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლებ საზიანო არის. ანუ სხვადასხვა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობაც უტოლდება წამებას. აი სწორედ ეს ადამიანები ერთი მხრივ ცდილობენ რომ მაგალითად და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, მეორე მხრივ იძალადონ. აი მაგალითად მე შემიძლია ერთ-ერთი სიტყვა გავიხსენო, დამცინავად მიმართავდნენ კაცებს, რომლებიც არიან არიშინიათ არაფრის, არიან მებრძოლები, რომლებსაც უშიშრები არიან. ხო ერთი მხრივ არის პოლიცია, რომელიც ცემს ამ ადამიანებს და ეს ადამიანები დგანან შიშველი ხელები და ეძახიან პრინცესებს. და რომ მაგაზე რაღაცნაირად გააღიზიანონ, მაგაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ, რომ იქნებ რამენაირად მე შემდეგ თუ გააღიზიანებენ ამ ადამიანს, რომ კიდე დამატებით რამე საქმე შეკერონ. ჰომოფობიური და რა თქმა უნდა შეურაცხყოფი და დამცინავი არის აქ, ანუ პირველ რიგში ერთი მხრივ ჰომოფობიური, მაგრამ მეორე არის რომ დამცინავი შეურაცხყოფა რომ ადამიანი გააბრაზონ, რომ იქნებ რამენაირად ქართველი ადამიანი არის, ხო, შეურაცხყოფას რო აყენებს შეიძლება უცად თან ვეღარ მოითმინოს და ამის შემდეგ კიდე ახალი საქმეები შეუკერონ. ანუ ერთი მხრივ ფსიქოლოგიურად ძალადობენ, მეორე მხრივ ფიზიკურად ძალადობენ, აქამდე სპეციალური საგამოძიებო სასახური არაფერს არ იძიებდა, ეხლა მართალია გააუქმეს, მაგრამ პროკურატურა შეუერთეს, მაგრამ არც პროკურატურა რა თქმა უნდა არ გამოიძიებს, იმიტომ რომ თვითონ არიან წამახალისებელი. კი ბატონო. ლაშა, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენ კითხვებს. ჩვენ ვესაუბრებოდით